გვისმენს თუ არა ხელისუფლება სამოქალაქო სექტორმა უკანონო მოსმენების წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყო და საზოგადოებისგან და ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. Ამ კამპანიის ავტორები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენთან სტუდიაში იმყოფებიან, მაგრამ ვიდრე მათ წარმოგიდგენდეთ, ჩვენ ჩაგვერთვება ადამიანი, რომლის საქმეშიც აგრეთვე ფიგურირებს უკვე ახალი მტკიცებულებების, სწორედ ფარული ჩანაწერების სახით ის ხვალ სასამართლოს ხდომას დაესწრება, რომელზეც შესაძლოა მოსამართლემ მისი დაპატიმრების გადაწყვეტილებაც კი მიიღოს, თუ ამას პროკურატურა მოითხოვს. მე გიგი უგულავას გულისხმობ. ბატონ გიგი, მოგესალმებით. ბატონ გიგი, თქვენ საქმეს, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილი თითქმის 50 მილიონი ლარის გაფლანგვას შეეხება, ახალი მტკიცებულებები გაჩნდა, შულთან საუბრის ფარული სატელეფონო ჩანაწერი და გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის რეზო ადამიანს და თქვენი SMS მიმოწერა. მე ვიცი, რომ თქვენ ამ შეკითხვაზე პასუხს ელით სწორედ ხვალ პროკურატურისგან, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, თქვენი ვარაუდით, რის დამტკიცებას შეეცდება ბრალდება ამ ჩანაწერებით, ამ მასალებით? საღამოშიდობისა, პირველ რიგში ალბათ ეს არ არის, მე არ ვარ ადრესატი ამ შეკითხვის, ჩემთვისაც ამოუცნობია ჩემი და ტასოს საუბარი, რაში შეიძლება ჭირდებოდეს პროკურატურას, თუმცა თავისთავად ეს პრივატული საუბარია შინაარსთანაც ჩანს. საუბარი ეხება სკოლაში, სკოლიდან როდის მოდიხარ, შემდეგ ფოტოგრაფიის გაკვეთილებით ტარდება, თინა ჩემი მეორე შვილი რა შვება და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი ყოფით საუბარია, ამიტომ მეც მაინტერესებს რაში გამოიყენებს ამას ბრალდების მხარე. ზოგადად ამ პროცესის წინ პროკურატურა ორი მიმართულებით მუშაობდა. ერთი გამოაცხეს ოქმი, რომ თითქოს მე ვიცოდი რა რომ უნდა მივსულიყავი პროკურატურაში 6 მარტს წავედი იპიპის ხდომაზე, კონგრესზე, რაც აბსოლუტური აბსურდია, იმიტომ რომ ოქმის შემდგენელმა პროკურორმა ისიც კი არ იცის, რომ 04 საათი და 35 წუთი 5 მარტის ადრეა და 22 საათი 5 მარტის შემდეგ მოდის. და მას ოქმიდან კარგად ჩანს, რომ მას განცდა აქვს, რომ თითქოს 22 საათზე ის ჩემ ადვოკატს ესაუბრა. მას შემდეგ დილით დავტოვე საქართველო. და ძალიან სამწუხაროა ასეთი IQ-ს პროკურორები რო გვყავს ჩვენ დღეს პროკურატურაში. თუმცა ჩემი ვარაუდით მათი ამოცანა არის შემდეგი, რომ შეკრან ეს საქმე ისე, თითქოს ერთი მე არ თანამშრომლობ გამოძიებასთან და წავედი და მეორე ის, რომ მე მართავ მერიას, რის დამტკიცებას შეეცადნენ ჩემი და არც განსვენებული ბატონი რეზო ადამიანს SMS მიმოწერით. მოდით, აი მაგალითად რომ უფრო გასაგები იყოს, თუნდაც თქვენ შულთან სატელეფონო საუბარში, მაგალითად მეც ვცდილობდი, არ ვიცი რა, მეპოვნა და მაგალითად აქ არის ასეთი ფრაზა, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ 3-4 დღით არ იქნებით საქართველოში, ბრიუსელში და სტამბოლში ალბათ მიემგზავრებით, არ ვიცი, ეს შეიძლება იყოს რამე, იქ შემდეგ საუბარია SMS-ებში, რაც თქვენ ახსენეთ, რომ ბატონი რეზო თქვენ გთხოვთ დახმარებას და თქვენ ვცდილობთ მას დაეხმაროთ. და ეს გულისხმობთ, რომ შეიძლება გაიშიფროს როგორც თქვენი გავლენა მერიაზე? აბა სხვა რეზონი ამას ყველაფერს არ აქვს. მე ქვეყნის დატოვების უფლება შეზღუდული სასამართლოს მიერ არ მაქვს, ამიტომ ჩემი და ჩემი შვილის საუბრის ეგ ასპექტიც არ ამგონი რომ საინტერესო იყოს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ის თემა, რომელიც დასრულებას მოითხოვდა და რომელიც სამწუხაროდ გაეჭედა სამთავრობო ლაბირინტებში, ისევე როგორც ძალიან ბევრი თემა დღეს ქვეყანაში, იმის გამო რომ მთავრობა აბსოლუტურად არაკომპეტენტური და უნიათოა და უბრალოდ ყველა პრობლემა დგას და არაფერი არ იძვრის. ამ პრობლემის დახმარებაში მთხოვა დახმარება ადამიანმა, რომელიც გადადებული იყო, ისე იყო ალა და ბუნებრივია მე მოვეხმარე და ვეხმარებოდი და ამას არც მალა არავისთან. და ეს ეკონომიკის სამინისტროს დასასრულებელი იყო და რამდენიც ვიცი დასრულდა კიდეც და თუ არ დასრულები ვარ, ასაც შევძლებ აწი დავეხმარება. ასე რომ ამაშიც ვერ ვხედავ საერთოდ პრობლემას მდგომარეობს
პროკურატურის მხრიდან უტიფრობაში და უზნეობაში. ბატონ გიგი, თქვენ მანამდეც ამბობდით. ანახებს მიუთითებს ამას. ეხლა რაც შეეხება თქვენ მანამდეც ამბობდით, რომ თქვენ ვარაუდობთ და ეჭვი გაქვთ, რომ ხვალინდელ სხდომაზე შეიძლება გირაოს შეცვლა მოითხოვოს პროკურატურამ წინასწარი პატიმრობით. თვლით, რომ შეიძლება აი ეს არგუმენტი, რომ თქვენ თითქოს ერევით ამ SMS-ებიდან გამომდინარე მერის საქმიანობაში გახდეს ერთ-ერთი არგუმენტი პროკურატურისთვის, რომ მოითხოვოს თქვენი წინასწარი პატიმრობა, ვინაიდან აი თქვენი თავისუფლებაზე ყოფნა არ შეიძლება თქვენ ერევით საქმეში, სადაც არ გაქვთ უფლება ჩარევის. ეს საკითხი ისევ მეორე ხვალ დადგება დღეს ნახავთ პროკურატურა რას მოითხოვს და შესაბამისად სასამართლოს გადასაწყვეტია მე ისევ მეორებ ეს პირველად არ ხდება რომ პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვს და სავარაუდოდ არც უკანასკნელად ამაზე არ მინდა მე საუბარი პრობლემა რეალურია ამ მოსმენებთან დაკავშირებით და ამ პრობლემაზე უნდა მოახდინოს ჩვენმა საზოგადოებამ ფოკუსირება ისე როგორც პარლამენტარებმა მთავრობამ ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრობლემა არის რა თქმა უნდა და მე არც იმის მტკიცებას არ დავიწყებ რომ ეს პრობლემა არ არსებობდა წინა ხელისუფლების დროს ხა როგორც ამბობენ მეც ვიყავი ამის მსხვერპლი მაგრამ ამასაც არ აქვს ამის არავითარი არსებითი მნიშვნელობა თავარი დღეს სხვა რამეა თავარი არის ის რომ ჩვენ მივახციოთ და მოხდეს ამ სისტემის გაუმჯობესება საერთოდ ნიშნის მოგებით ალბათ მე დარბაზშიც ისაუბრებს მან ხალხი რომ აი თქვენ დროს ეს იყო და საერთოდ ყმადაღებული 9 წელიწადი აქვს გამოკერებული ჩვენს ოპონენტს. მე მინდა ვთქვა რომ 1 ოქტომბერს ადამიანებმა და საზოგადოებამ მხარი დაუჭირა იმას რომ რაც იყო ცუდი გაუმჯობესებულიყო და გამოსწორებულიყო და რაც იყო კარგი ის გაგრძელებულიყო. მაგრამ საპირისპირო მივიღეთ სამწუხაროდ მივიღეთ ის რომ იყო რაც იყო ცუდი ის გაგრძელდა და გააკეცდა და რაც იყო კარგი ის გაჩერდა და აღარ ფუნქციონირებს. სწორედ ერთ-ერთი ეს მიმართულება, როდესაც ფარულ მიყურებაზე და მოსმენაზე ვსაუბრობ, ბატონ გიგი, რაღაცა იმისთვის საფუძველს პროექტი, რაღაცა იმისთვის საფუძველს რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა. რის საფუძველზე ამტკიცებთ თქვენ რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა? ამ მიმართულებით მდგომარეობა რომ გაუარესდა უკანასკნელი ჯეოსელის ინციდენტიც მოწმობს, არავისთვის არ არის დასამალი და ეს ქვეყანა ჩალით არ არის დახურული, ყველამ ძალიან კარგად ვიცით რის გამო ღამის 11 საათზე ერთ-ერთ მთავარ კომპანიაში ქვეყნისაში ფინანსური პოლიციას და სპეცრაზმი რატო შევიდა იმიტომ რომ დაეშინებინა იმიტომ რომ მათ უარი განუცხადეს იმ უზომო რაოდენობით გაზდაზე ფარული მოსმენების რომელიც დღეს მთავრობამ მისდა შინაგან საქმეთა სამინისტრო მისგან მოითხოვა მე მინდა ვთქვა რომ ახალი მთავრობის პირობებში ეს სისტემა გააკეთდა და გაცილებით უფრო ბევრ აბონენტს და ბევრ ადამიანს მოიცავს ვიდრე ოდესღაც საერთოდ საქართველოში ყოფილა. არსებობს ამ ჩამოადნები ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კონტაქტები და ინფორმაცია და მე ამას ვამბობ კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და კონკრეტული ინფორმაციის წყაროს საშუალებით. ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ამაზე გული შევტკივა და ჩვენ გვინდა რომ ეს გამოსწორდეს. ამაზეა საუბარი და არა ეხლა ნიშნის მოგებით ვისაუბროთ იმაზე ადრე რა იყო ან ეხლა რა არის. ჩვენ თუ თანხმდებით რომ ეს სისტემა უნდა შეიცვალოს, ძალიან ნორმალური და კარგი კანონპროექტი აქვს შემუშავებული არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენი ფრაქცია მზად არის დაუჭიროს მხარი მათ და თუ არ იქნება წინააღმდეგობა უმრავლესობისაგან, მთავრობისაგან, მაშინ არაფერი არ უდგას წინ იმას, რომ ეს კანონი შევიდეს ზავაში და ჩვენ ამ თვალსაზრისით წავიწიოთ წინ და მე არ მომერიდება და მადლობას ვეთქვი უმრავლესობის წევრებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამას. მაგრამ ვიცი მწამს და ბოლო მაკვირებს, იმიტომ რომ წელიწად ნახევარია არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა სხვა დაინტერესებული ღია კარს ამტრევს, მაგრამ სამწუხაროდ მთავრობისგან მხოლოდ უარია და ყოველ შემთხვევაში აქამდე ეს ესე იყო. ამიტომ ვიყოთ კონსტრუქციულები, თუ ჩვენ გვინდა რეალურად ჩვენ საზოგადოებას მოუხსნათ ის შიში, რომელიც ფაულ მიყურებასთან დაკავშირებით არის და ეს შიში ლეგიტიმურია დღესაც, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ამ მთავრობამ არ გამოიძია ქალბატონი იაბარამიძის საქმე, რომელიც ფაულ ჩანაწერები გაუკეთა და შანტაჟებდა. სწორედ ამ მთავრობის პირობებში და ეს გამოძიება არ შედგა. ასევე ზერელეთ შედგა გამოძიება და საერთოდ რა ბედი ეწია იმ საქმეს არავინ არ იცის. საუბარია გელახვედელიძეზე. ამიტომ ეს პრობლემა მწვავედ დგას. ეს პრობლემა მწვავედ დგას და გააკეთებულია. და ნუ ჩავდივართ სირაქლემას პოზიციაში თითქოს დღეს ჩვენ თავისუფლად ვთქვათ. გაცილებით უფრო ტოტალური მოსმენის სისტემა აწყობილი და სამწუხაროდ ეს ყველაფერი მოდის პირადად ბიძინა ივანიშვილის
ივანიშვილისგან, რომელსაც სრული ობსესია აქვს. და ეს აქამდე თუ ეჭვი არსებობდა, ეხლა უკვე დასაბუთებულად შეიძლება ითქვას, რომ ამ მოსმენების სისტემის რაფინირებასთან დაკავშირებით ამ ადამიანს მართლაც რომ ობსესია გააჩნია. ბატონო კი ვინაიდან თუ ჩვენ რეალურად გვინდა სიტუაციის გამოსწორება, არის კანონპროექტი, ჩვენ ბატონი გიორგი ბრძანდება სტუდიაში ჩვენგან, მეც საჯაროდ ვაცხადებ ჩვენი ფრაქცია აქტიურად ჩაერთვება და სულ არაც 50 ხმაზე მეტია საჭირო რომ ეს კანონი მივიღოთ. ჩვენ ვართ მონაწილეობა მივიღოთ ამაში და მე იმედი მაქვს უმრავლესობის გარკვეული ნაწილი მაინც თანხმობას განაცხადებს ამაზე. ბატონ გიგი, თქვენ ბიძინა ივანიშვილი ახსენეთ, მე მინდა დააკონკრეტოთ თუ შეგიძლიათ რატომ თქვით რომ ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის ობსესია და აქვე გკითხავთ, მაგრამ თქვენ ოდესაც მიზეზ შედეგობრივობაზე საუბრობდით აი ამ პროცესის რომელიც ხვალ სასამართლო სხდომაზეც გაგრძელდება, უჩა მამაცაშვილიც ახსენეთ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი. დიახ, რატომ ვამბობ? იმიტომ რომ უამრავი მასალა არსებობს, როდესაც ბანკი რასიისკი კრედიტი, რომელიც ივანიშვილის საკუთრებას წარმოადგენდა 90-იანი წლების ბოლოს, ბანკის მართვის პრინციპი იყო მიყურადება ჩანაწერები და შემდეგ ერთმანეთზე, ესე ვთქვათ, ამბების მიტანა და ამ ჩანაწერებით манипуლირება. ეს ამ ადამიანის მეთოდია და ეს ადამიანი ამ მეთოდზე ეხლა როდესაც შესაძლებლობები მთლიანად გაეფურჩხნა, ბუნებრივია ამაზე უარს არ ეთქვის. თუ ვინმე მეთქვის რომ რაშუაშია ივანიშვილი დღევანდელ მთავრობასთან, ამ დავაში ბუნებრივია მე არ შევალ, ხა ბავშვსაც კი ესმის რომ ივანიშვილი მართავს დღეს განსაკუთრებით ამ მიმართულებას იმას ჩამოხრჩება, ამას დაჭერა, იმას დახვედა, ამ თემებს განსაკუთრებით ექსკლუზიურად ივანიშვილი კურირებს, თორე სხვა შემთხვევაში ბუნებრივია ის პასუხისმგებლობას გაექცა პენსიებზე, გაექცა ქარხნებზე, გაექცა სოფლის მეურნეობაზე და გაექცა ქვეყნის ეკონომიკაზე, უბრალოდ პასუხისმგებლობა და ძალაუფლება დაიტოვა მხოლოდ იმაზე, ვის დაიჭერენ ხვალ და ვის დაასამართლებენ ხვალ. ეს რეალობაა და თუ ვინდა ამაზე ვიკამათოთ, შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ ყოველი დღე ამტკიცებს ამას, რომ სამწუხაროდ ჩვენ მივდივართ იმ სისტემისკენ, სადაც რეალური ძალაუფლება აქვს ადამიანს, რომელსაც არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობა. ეხლა რაც შეეხება იმ გარემოებას. დღითი დღე ჩვენ მივდივართ კლანურ, ძმაკაცურ, მეგობრულ, ნათესაურ მმართველობისკენ. უჩა მამაცაშვილის სტატუსი არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი. და ის არის ერთ-ერთი ოფშორულ კომპანიაში დარეგისტრირებული ზარზეიმით გახსნილი ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი. სხვათა შორის ოფშორულ კომპანიაში დარეგისტრირებულია არა რომელიმე ესე ვთქვათ დასავლეთ ევროპულ ცივილიზებულ გამჭვირვალე სახელმწიფოს კანონმდებლობა. შესაბამისად ამისა, მიუხედავად ამისა, ის მონაწილეობს ყველა ბიზნეს გარიგებაში. ის მონაწილეობს სახელმწიფო ვიზიტებში აზერბაიჯანში, ყაზახეთში. ბიძინა ივანიშვილის სოფლის მეურნეობის მამულების ხელმძღვანელი. მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა ეს მამულები სახელმწიფოს გადაცა, იმიტომ რომ ამ მამულებთან დაკავშირებული იყო ხარჯები და ჩვენ ვიცით ახლა რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ხარჯების შემცირებით არის დაკავებული და ამ ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტზე გადმოწერით, ეს უჩა მამაცაშვილის დიშ-ქმარი პორტირდა და დღეს არის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. ეს ყველაფერი რეალობაა. ბატონ გიგი, რა კავშირი აქვს მას თქვენთან და თქვენს საქმესთან? ნებისმიერმა ადამიანმა ნახოს. ეს რეალობა არის სამწუხარო რეალობა, საიდანაც მიყავს ამ მთავრობას ეს ქვეყანა და უამრავი ჩემპიონია დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ნათესავების დანიშვნაში, გავსებულია შინაგანსაკუთრებო სამინისტრო ამ მიმართულებიდან მთელი აბლაბუდის ქსელია უკვე გაკეთებული და საზოგადოებისთვის ეს ცნობილია, ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ კლანური მმართველობისკენ. და მე მინდა უთხრა მათ, რომ ეს საქართველოს ამას ერთხელ და სამუდამოდ უთხრა უარი და რაც არ უნდა შეეცადონ ისინი, ამას ისინი და ამას სავალალო შედეგები ექნება. დიდი მადლობა გიგი უგულავაგორთობა და პირდაპირ ეთერში.